ყველაზე მარტივ აღქმაზე რო ვილაპარაკოთ, მარტივი აღქმა არის დღეს ესეთი. აი რაღაცა იმ სტატუს კოს მომხრეები, არაფრის შეცვლა რო არ უნდათ, ოღონდ უკვე რო აღარ მოწონთ, რო ხვდებენ რომ სიგიჟეა კაცო, ეხა იქ რაღაცა მოუწამლეთო, კაცი იძახეს, გაიქცა შესესედან, საწამლავებზე ხელი მიმიწვდებოდაო, იძახეს და მეორე დღეს გამოდიან და ეგ კაცი სტროტელის შემოტანაზე ყვავს, ესა რა ქვია, ფაქტობრივად გასამართლებული მაგას არ დაუჯეროთო, აი ამ სიგიჟეს ხალხი ისე აღარ იჯერებს, ოღონდ პასუხი არის ეს რა რამდენადის. ესენი არა, მაგრამ ვინ? აი აქ მიიყვანა. შეხედე, ყველაზე მარტივი შედეგი ამ პროპაგანდის ის კი არ არის, რომ რაღაცა წაგვიყვანენ, გაგვაუქმებენ ვიღაცა ნაცია, ვიღაცა ნაცთან აფილირებულია, ეს რაღაცა მითოსი, მარგინალიზაციის, რომელიც ოპოზიციას შეუქმნეს, ყველაფერი დავიდა აი იქამდე, რომ არა, აი ესენი უნდა წავიდნენ სუდი ხალხია, მაგრამ ვინ მოვიდეს? ჩემთვის ვთქვამთ ხანდახან პირადად. და აი მაგიჟებს ეგ პასუხი, რომ ვინ უნდა მოვიდეს, რომ აი ის ვინც ოპოზიციაში. ეს პროცესი არის, ხო, გავს იმ პროცესს, რაც გაიარა რუსულმა ოპოზიციამ და არა მარტო რუსულმა, რუსები უბრალოდ ახლო მაგალითი არის და მარტივი გასაგები მაგალითია ყოველთვის, ყველგან ავტოკრატიაში ეს ხდება, ხო? გაგაბაიბურებ, მარგინალურს გახდი და მე მტრად გამოგაცხადებ. და აი ამ პროცესში ვარ, ზიზღი აქ ძალიან მნიშვნელოვანი დგენელია, შიში და ზიზღი. ამაზე დგას, ხო, ეს პროცესი, რომ ესენი არიან ქვეყნის აგენტები, ანუ ხალხი, რომელიც დღეს ღიად ასრულებს ამ ქვეყნის ან მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოში, აი ეგეთი პარადიგმა შეიქმნა, ხო? ეგ ხალხი რომელიც პირდაპირ ძალიან ცალსახად იქცევა ისე, როგორც ეს ჭირდება ჩვენს მტერს, შენზე იძახს, რომ აგენტია. და მთავარი სათქმელი ეგაა, ანუ რასაც ეუბნები, რაც არ უნდა უთხრა, აუც დაწყებული რაღაცა ზეთის ფასის ინფლაციიდან და გაძვირებიდან დამთავრებული იმითი, რა ქვია, რითი მოგწამლეთ, ეგ მაინც გითხარით, აი ყველაფერზე პასუხი არის, რომ შენ ხარ აგენტი. და შენ არ გელაპარაკები. ამიტომ ეგ რეალობა გვაქვს, ხო, ამ რეალობით გათავისება ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსვლა ჩემი აზრით რაღაცა ზედაპირულობიდან, რაც ჩვენი პრობლემა არის. ჩვენ უკვე ისეთი მასშტაბის ავტოკრატიასთან გვაქვს შეხება და ისეთ რაღაცას ვებრძვით, სადაც რაღაც საკითხებში ზედაპირულობა, მათ შორის აი ხშირად ვიმეორებთ ამ ფრაზას, რა ვიცი, შენს ეთერში, ყველა ეთერში გავგონებ, ბევრჯერ პროპაგანდასთან დაპირისპირებ, ჩვენ დავპირისპირებთ პროპაგანდას. სიტყვებად არ უნდა დარჩეს ეგ, ანუ ეს არის რეალური, ძალიან კომპლექსური, ერთის მხრივ ტექნიკური, ძალიან მოსაწყენი საქმე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაგალითად ამას გავუმკლავდე. ეგეთ რაღაცებიდან უნდა გამოვიდეთ რა, რაღაცა ზედაპირულობიდან უნდა გამოვიდეთ და მივხვდეთ, რომ ძალიან ისე ძლიერ მტერს ვებრძვით, რომელიც შეფარული იყო ბევრი წელი სულელის სახის ქვეშ, რომ ეს არის რაღაცა უკნარა სულელი, ამათ უნიათოები არიან, არაფერს გაკეთება არ შეუძლიათ. სცენარში არავინ არ იყო უკნარა 2012 წლიდან რომ დაიწყეს ეს პროცესი რუსიფიკაციის. ეხა უბრალოდ ამ ყველაფრის რაღაცა ხო ხილი გავიდნენ, ხო, ბოლო გამოჩნდა, ნაყოფი გამოჩნდა.